ხორძო? აშუვე. მე სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი მაქვს. ეს არ არის ჩვენთვის პრობლემა, ჩვენ არაერთხელ დაგვინახებია საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ საერთოდ ციხეში ჩავდივართ. ბოლო დღეების განმავლობაში ყველანი თვალსაჩინო ალბათ ტელევიზორებს საქართველოს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში მიდის განხილვა ეგრეთ წოდებული კანონ პროექტების, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული სასჯელის გაზდას 3 თვემდე და აგრეთვე ფულადი ჯარიმის 5000 ლარამდე გაზდას. ჩვენი ხედვა არის მსგავსი, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავუპირისპირდეთ ამ კანონპროექტის მიღებას და ვანახოთ საზოგადოებას, რომ 5000 ლარი მხოლოდ არის ფსიქოლოგიური სტრესი თავისუფალი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომ თითოეულ ადამიანს ხელისუფლების წარმომადგენლობა ძალიან კარგად იციან, რომ არა აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაიხადოს ეს ჯარიმა და ამიტომ მხოლოდ შიზის სინდრომის დათესვით და იგივე პატიმრობის გაზრდით ცდილობენ ისინი საზოგადოებას დაანახონ, რომ ისინი არიან ტირანები, უძლეველნი და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებამ მსგავსი რამ. ჩვენ დავიწყებთ დღეიდან აქციებს, ჩვენ დავარღოთ ყველა შეგნებულად ეგრეთ წოდებულ კანონს, საღებავითაც დავწერთ ფასადებზე, არა რა თქმა უნდა, მხოლოდ გზებზე და კანონით დაშვებულ ადგილებში, გადავკეტავთ რუსთაველის გარდა რუსთაველი რა თქმა უნდა დაკეტილია ნებისმიერ საგზაო მონაკვეთს, პროტესტის ნიშნად რა თქმა უნდა, აგრეთვე მივალთ ქალაქის სამმართველოსთან, მივალთ მოდულის შენობასთან და ყველა ძალოვან უწყებების და სახელმწიფო უწყებების შენობებთან, სადაც მევიტანთ ჩვენ წარწერებს და აგრეთვე სტენსილებს, სადაც დავწერთ ჩვენს ფრაზებს. ეს რა თქმა უნდა არის დიქტატურის და ფაშიზმის წინანიშნები, სააკაშვილი ცდილობს ჩამოყალიბდეს საბოლოო დიქტატორად, რასაც არ შეეგუება ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარი იქნება გაანთავისუფლონ ჩვენი მეგობრები, რომლებიც წარმომადგენლები არიან აქ და რამოდენიმე დღის უკან დაიჭირეს ზოგი სისხლის სამართალზე და მისცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში ზოგი ადმინისტრაციულზე. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანის დაჭერა არის გადაწყვეტილი და მე ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს სია, რომლის მიხედვითაც უნდა დაიჭირონ ჩვენი მეგობრები, რომლებიც გარეთ ვართ ეხლა და ის მეგობრები, რომლებიც ადმინისტრაციულზე არიან და მიცენ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, ეს რა თქმა უნდა არ გამოუვა მერაბიშვილის უწყებას, იმიტომ რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მივიღებთ ზომებს და მათ არ ექნებათ არანაირი საშუალება იმისა, რომ ჩვენ შეგვითითქმონ ან რაიმე პროვოკაცია მოგვიწყონ, იმიტომ რომ ჩვენი მოძრავი ადგილი იქნება სახლი, აქცია, პარლამენტის შენობა. ანუ აქციებს გულისხმობს საკუთარ აქციებს, როდესაც ახალგაზრდები აიღებენ საკუთარ თავზე.